მითია თუ რეალობა, რომ რწევის მექანიზმი ყველა ასაკის ბავშვისთვის უსაფრთხოა? მითია, რომ რწევის მექანიზმი ყველა ასაკის ბავშვისთვის უსაფრთხოა, სიმართლე დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და გამოყენების ფორმაზე. მნიშვნელოვანია, რომ 0-დან 6 თვის მანძილზე გამოიყენოთ ნელი, მსუბუქი და თანაბარი რწევა. მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის არასწორმა რწევამ შესაძლებელია სერიოზული ნერვული პრობლემები გამოიწვიოს? რეალობაა. ბავშვის არასწორმა რწევამ შესაძლებელია სერიოზული ნერვული პრობლემები გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ ევროპული წარმოების არც ერთი ხის სტატიკური საწოლი არ ირწევა, ვინაიდან ხელით რწევის დროს ფიზიკურად ვერ კონტროლდება სიჩქარე და თანაბარი მოძრაობა. მითია თუ რეალობა, რომ სწორად გამოყენებული რწევა ბავშვისთვის ბუნებრივ მოძრაობას იმეორებს? რეალობაა, სწორედ გამოყენებული რწევა ბავშვისთვის ბუნებრივ მოძრაობას იმეორებს, რაშიც მშობლებს ელექტროსაწოლები და ბაუნსერები დაგეხმარებათ. ეს არის პროდუქტები, რომელიც ბავშვს არწევს თანაბრად, ნელა და ბუნებრივ. მითია თუ რეალობაა, რომ რწევა რეკომენდებულია დღეში შეუზღუდავი დროით? მითია. რწევა არის მხოლოდ დამხმარე საშუალება, რომელიც გამოიყენება ბავშვის დასამშვიდებლად და დასაძინებლად. მისი გამოყენება შეუზღუდავი დროით არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან შესაძლებელია გამოიწვიოს ბავშვის არაბუნებრივი მდგომარეობა და მისი გადაღება. და ბოლოს, როგორი რწევა უფრო უსაფრთხოა? ელექტროსარწევის საწოლები უფრო უსაფრთხოა, რადგან სიჩქარისა და ინტენსივობის კონტროლი საშუალებას აძლევს ბავშვს სტაბილურად და კომფორტულად დაივწეს.